ადამიანი რო არ შეწუხდეს და დისკომფორტი არ იგზნოს, იხიბლება თავისი ფოთლებით და ნაყოფი გამოღებული არ აქვს. ამიტომაც აი დღეს როცა ვკითხულობ ჩვენ რომ უფალმა ლეღვი იხილა ერთი შორით, რომელსაც ესხა ფურცელი, მოვიდა უკვე თუმცა რაიმე პოვა მაშინა, ნახეთ რა უცნაურია, ხო? ღმერთია რომელმაც გახსოვთ პეტრე რეუნება რომ გადასახადი უნდა გადავიხადოთო და ანკესი ჩააგდე. თევზი რომელიც მოყვება, ის თევზი ამოიყვანე, პირი გავუხსენი და იქ ვნახავ ფულს, რომელსაც გადაეხდით ჩემთვის და შენთვის. წარმოგიდგენიათ ეს რას ნიშნავს? ანუ პეტრეს რა უთხრა ამით? პეტრეს ეუბნება რომ ჩვენ არ გვეკუთვნის გადახდა, იმიტომ რომ ჩვენ მეფიშვილები ვართ და მეფიშვილს არ ეკუთვნის გადასახადის გადახდა, მაგრამ სხვები რომ არ დავაფკოლოთ, წადი ეს გააკეთე. პეტრემ იცის რომ ძე ღვთისაა, მაგრამ მეორე მხრივ ის ხო ადამიანურ სისუსტეებში ცხოვრობს ქრისტე და ხო შეიძლება რომ თქვა პერიოდულად ეჭვებით შეეპაროს და კი არ მეკუთვნის გადახდა ქრისტეუბნება და არ ჩემთან ერთად ხარ, მაგრამ რომ არ დავაფკოლოთ სხვები, მოდი გადავიხადოთ და ისი ახდეინებს პეტრეს, რომ პეტრე კიდევ უფრო მეტად წმუნდება, რომ ძე ღვთისაა, იმიტომ რომ წარმოგიდგენიათ რა, ესე იგი ამ უზარმაზარ ზღვაში ხო რომელი თევზის მუცელში რა არის ესეც კი იცის, ყველაფერი იცის, იმიტომ რომ ღმერთია, გესმით? და რა არის ის რომ ლეღვს ნაყოფი არ ქონდა? დაინახა შორიდან მოშივდა, არის ის რომ ნაყოფი არა, ყველაფერი იცის კაცო, რომელი თევზის მუცელში რა არის იცის. მაგრამ აი აქ ნახეთ როგორ თანამშრომლობს ღმერთი, ხო? ის ლეღვი ხო ჩვენა ვართ ადამიანები, მოვიდა, მოდის, შენ და მინდობით აღჭურვილი, ეგება ეხლა გეშველოს, ეგება ეხლა რაღაცა წამოდგე, ეგება ეხლა გამოფხიზლდე და კიდევ ერთხელ მოვიდა. და რა იპოვა? არა იპოვა, გარნა ფურცელი ხოლო. ფურცელი, ანუ ფოთლები. სხვა არაფერი არ არის. ანუ მოდის ჩემთან უფალი და მოვიდა ერთხელ, მოვიდა ორჯერ, მოვიდა რამდენჯერ, ხო? და ფურცლის გარდა, ანუ ფოთლების გარდა არაფერი მაქვს. რატომ არა მაქვს ფოთოლი? რატომ არა მაქვს ნაყოფი? რატომ მაქვს მარტო ფოთოლი? ნახეთ ლოგიკური მიმდევრობა. რამე თუ არა იყო ჟამი ლეღვისა. მე ამ სოფელში ვცხოვრობ და ჩემი ლოგიკა მაქვს, ჩემი სიმართლე მაქვს. ჩემი სიმართლით. ნაყოფი არ გამომიღია, რა თქმა უნდა, ჯერ კიდე. მაგრამ ფურცლებით ვტკბები, ფოთლებით ვტკბები. ხო და ნაყოფი იმიტომ არ გამომიღია, რომ ჯერ დრო არ არის, კაცო. აბა ჩვენი გარდაცვალების დრო ხო არ არის ჯერ? ჩვენ ხო აბსაღამოს არ მოვკვდებით. რატო? იმიტომ რომ არ არის ჯერ ამის დრო დამდგარი. მართალია ნაყოფი არ გამოგვიღია, მაგრამ არ დამდგარა კაცო ჯერ დრო. ხო ალეზე დავბერდები, ასლამდე ქვეყნის დრო მაქვს. ჩვენ ხო ამ ლეღვივით ვფიქრობთ ზუსტად. ჩვენ კმაყოფილდებით ჩვენი ფოთლებით, ნაყოფი არა გვაქვს, კი ბატონო, ხედავთ, თუ ზოგს შეიძლება ნაყოფიც ეგონოს რომ აქვს, მაგრამ თუ ცოტა გონიერება გვაქვს, ნაყოფი არა გვაქვს, მაგრამ ჟამი ხო არ დამდგარა ჯერ. რა პრობლემაა? გესმით, ჟამი არ დამდგარა. და ჩემი ჭამადი არის აღვასრულო ნება ღვთისა, როგორც ქრისტე გვასწავლის, ქრისტეს როში არის, რითი უნდა განაძღო ქრისტე, ღვთის ნებით უნდა ცხოვრობდე, ღვთის ნებით მაცხოვრებლობა არის ქრისტეს განძღება და ანუ არ ცხოვრობთ, მაგრამ მოვასწრებ, ჯერ ჟამი არ დამდგარა. ესე ვფიქრობთ, ამ ლეღვივით ვართ. მაგრამ ნახეთ, უფლის პასუხი გარქვა მას ლეღვს ეუბნება. ლეღვს რას ეუბნება? ეს ხო იგავური სახე შექმნა თავად ქრისტემ. აქ ლეღვი ხო არაფერ შუაში არ არის სინამდვილეში. და რქვა მას ნუღარანცა ვინ ჭამს უკუნისამდე შენგან ნაყოფს. ანუ ნახეთ, შენ როცა გონია რომ აი ეგრეა როგორც ხარ და ჯერ კიდევ ბევრი დრო გაქვს, ამ დროს შეიძლება დამთავრდეს შენი ცხოვრება და ვეღარასოდეს ნაყოფი ვერ გამოიღო უკუნისამდე, ანუ ნაყოფს იღებ მანამ სანამ ხორჩი ხარ და შემოქმედებითობის უნარი გაქვს. როგორც კი ეს დასრულდება, შენ მხოლოდ მოლოდინის მდგომარეობაში გადადიხარ, აღარასოდეს აღარ გამოიღებ ნაყოფს, გესმით? ჩვენ აქ უნდა მოვასწროთ ნაყოფის გამოღება, მოსასწრებათა გვაქვს საქმე, აქ რეალიზდება ჩვენი თავისუფლება. აი ეს არის ჩვენი მდგომარეობა რეალური.